ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ღია წერილზე პასუხი ჯერ არ გაუწიათ. ხელისუფლების ოპონენტები კი არასერიოზულს უწოდებენ ღია წერილს და პრობლემას ხედავენ, რომ სტრატეგიულ პარტნიორებთან საქართველოს პრემიერ-მინისტრს ღია წერილის საშუალებით უხდება ურთიერთობა. ქართული ოცნების წევრები კი სრულიად იზიარებენ ირაკლი კობახიძის მხრიდან ღია წერილში გაჟღერებულ გზავნილებს და მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მისამართით ორმაგ სტანდარტს ხედავენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ღია წერილის ადრესატები არიან ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა და ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა. ირაკლი კობახიძე ინტერესდება, როგორ აფასებენ იმ ძალადობას, რომელიც კოპენჰაგენში განვითარდა, როდესაც მშვიდობიანი დემონსტრაციის მონაწილეებს ჯერ ხელკეტებით გაუსწორდნენ, შემდეგ კი მათ წინააღმდეგ ძაღლები გამოიყენეს. ირაკლი კობახიძემ მოუწყო ქართულ ხალხს ევროპული არჩევანის საბოტაჟი. ახლა მართლა პოლიტიკური ცინიზმის მწვერვალია მისი მხრიდან ევროპელების მიმართებით რაღაცა წერილი და ადამიანის უფლებებზე და დემოკრატიაზე კრიტიკა. ეს არის ჯერ ხომ ფარისევლობა და მეორე პოლიტიკური ცინიზმი. რა თქმა უნდა, ამით ცდილობს ქართული ოცნება საკუთარი ჩავარდნების გადაფარვას. სად არის მაღალფასებთან ბრძოლა, სად არის დაპირებული პირველი შედეგები აპრილში რომ უნდა ინახა ჩვენ თანამოქალაქეებს. ესეთი სასაცილო წერილები, რომელიც ერთადერთი აუდიტორიაზე არის გათვლილი, რომ რაღაცნაირად მათ შიდა მოხმარებისთვის გამოიყენოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სასაცილო არის. შენ როდესაც დანიას ელაპარაკები ამ რაღაცა პრეტენზიის, დაქცინებენ, მეც არაფერს არ იზავენ. დაქცინებენ ქვეყანა, რომელიც მსოფლიო საზღვაო გადაზიდვების 60%-ზე მეც აკონტროლებს, ხო? მათი კომპანიები, ანუ სასაცილო არის უბრალოდ. ევროკავშირის გარკვეული ლიდერები არიან სწორედ იმ თავიანთი გადაწყვეტილებების და თავიანთი განცხადებების მძევლები, რომლებიც მათ აქვთ საქართველოს მიმართ გაკეთებული. თუ მათ მოუწევთ დანიის ამ შემთხვევაში, რაც მოხდა ფაქტის აღიარება, რომ ის იყო ძალადობა, მათ მოუწევთ, რა თქმა უნდა, აღიარონ ის ფაქტებიც და ის ძალადობრივი აქციები, რაც ხდებოდა საქართველოში. მე ვისურვებდი, რომ სერიოზულად მიუდგნენ ადამიანის უფლებების მდგომარეობას ევროკავშირში ბრიუსელის ჩინოვნიკები, ვინაიდან ჩვენ ხედავთ და არა მხოლოდ ჩვენ, ამერიკის შეერთებული შტატებისგანაც მიიღეს კიდევ უფრო მწვავე კრიტიკა. ხედავთ, რომ დღითი დღე უარესდება ადამიანის უფლებების მდგომარეობა. ჩვენ საბოლოო ჯამში უნდა მოვიცილოთ ეს გარედან ძალად მოხვეული კომპლექსი, რომ ჩვენ აქ ვართ თითქოს მოწაფეები და კლასის დამრიგებლად ყვანან ზოგიერთი ქვეყნების წარმომადგენლები, რომელსაც კიდევ ერთხელ გენოციდიდან გათანაბრებული დანაშაულები აქვს ჩადენილი საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ და დღემდე არ აქვს ეს საკითხები გამოძიებული და არავინ არ არის დასჯილი დღემდე დანიაში იმ სისტემური დანაშაულისთვის, რომელიც ევროკავშირის წევრ დანიაში ხდებოდა.